მოგესალმებით მეგობრებო, მინდა განაღვით, რომ ძალიან ლამაზ შაკეთს ვგსო. ზაფი ალიზა ანგორა გოლდი 40 ნომერი. 40 ნომერი, არც მენისფერია, არც ლურჯია, ძალიან ლამაზი ფერია, შეიძლება კამერას ახლა არ ჩანდეს. კარგად 4 ნომერი ჩხირით ვგსო. უკანა მხარეს ვგსო ამჟამად. სურათს დავუხტო ვიდეოზე, როგორ შაკეთს ვგსო. 120 თვალი ავიღე, 2 წაღმა, 2 უკუღმა რეზინა, 19 რიგი მოგსოვე. თავში და ბოლოში აუცილებლად 3 წაღმა უნდა იყოს, 3 დაიწყოს, 3 წაღმით, 3 დამთავრდეს. გვერდებზეც განახებთ, როგორ უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ ღია ჩაჭრილი უნდა იყოს გვერდებზე. 2 სანტიმ 2 რიგიღა დარჩა რომ მოგსოვ და შემდეგ უკვე და ის რა ქვია, ჩაჭრილი აქამდე უნდა იყოს. და განახებთ როგორ რეზინა მოგსოვე 19 რიგი, 19 რიგი სანტიმეტრით 8 სანტიმეტრია დაახლოებით კი არა 8 სანტიმეტრია. 19 რიგი მოგსოვე. მაღლა სულ წაღმა, წინა მხარეს წაღმა, უკანა მხარეს უკუღმა სულ ჭრილით სულ უნდა იყოს 39 რიგი. მაღლაც 8 სანტიმეტრი გამოვა, რომ დავამთავროთ. 20 რიგი მაღლა უნდა მოგსოვოთ, 19 რეზინა. რეზინა რომ დამთავრდება, ასეთი 2 წაღმა, 3 წაღმა და 2 უკუღმა ჭრილამდე უნდა ვგსოვოთ. ეხლა ვერ ხვდებით რა ჭრილზე ლაპარაკ, მაგრამ გვერდებზე უნდა იყოს შეხსნილი, რომ მოგსოვ, მიხვდებით რაზე მოგს ლაპარაკი. მოცდას მოგსოვ და განახებთ. გვერდები უნდა იყოს ლამაზად გაკეთებული, ეხლა განახებთ, მაგრამ უკვე სადაც ნაკერი უნდა დაიწყოს, იქ შეგძეთ ჩუბად გსოვთ. პირველი თვალი ესე შიგნიდან გამოგსოვოთ. პირველი თვალი საერთოდ ჩვეულებრივად ეგრევე იღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უნდა მოგსოვოთ. რეზინის მერე 2 წაღმა და 2 უკუღმა უნდა მოგსოვოთ. ხოლო 20 რიგის მერე ესენი ცუწაღმა უნდა მოიგსოვოთ ეს უკუღმებიც, მაგასაც განახებთ. და ბოლომდე 5 თვალის დარჩენამდე ცუწაღმები ვგსოვოთ. 5 თვალი დაგვრჩა მეგობრებო ბოლოში. უკუღმას ვგსოვთ, 2 უკუღმა, 2 წაღმა. ბოლო თვალს რაც შეეხება, ძაფს ვაგდებთ წინ და მოვგსოვლად თვალი აი ესე გადაგვაქვს. შემოვტრიალდებით. ესეთ დამთავრებას ვაკეთეთ ჭრილამდე. ეს ახლა უკვე მე-20 რიგია, ბოლო რიგი. მეორე ჩვეულებრივად მოვგსოვთ სულ ყველას. მოვგსოვეთ 2 უკუღმა, 2 წაღმა, თვლები როგორც გვიჩვენებს და ბოლომდე სულ უკუღმა, ბოლო 5 თვლამდე. ჩავიდეთ ბოლო 5 თვალამდე და დაგებრუნდებით. კიდე რა მინდა გითხრათ, თუდად ხელი ძაფია ეს ერთი პირი, ამიტომ მე 2 პირი შევაერთე, რომ ცოტა ლამაზი და მდგარი ნაკსოვი გამოსულიყო. მოვედით მე-20 რიგის ბოლო 5 თვალზე. 2 წაღმა გვაქვს და 2 უკუღმა. ჩვენი გვერდებზე ჩახსნილი ჭრილი აქ დამთავრდება. ეხლა მოვტრიალდებით და ეს რამდენი სანტიმეტრი გამოვიდანეთ. წუთით. ესეც 7.5 სანტიმეტრი გამოვიდა. მე დაახლოებით იღლიებამდე მინდა 41-42 სანტიმეტრი. ეხლა მეგობრებო, წინ და უკან ჩვეულებრივ წინ სულ წაღმები, უკან სულ უკუღმები. ეს წინ რო რეზინის თვლები გვაქვს დარჩენილი, ეხლა ჩვეულებრივ გადაგვაქვს პირველი თვალი. სულ წაღმა უნდა გვგსოვოთ, ეს უკუღმებიც წაღმით მოიგსოვება. და ბოლომდე ასე ჩავალ სულ ბოლომდე.
წინა მხარეს სუწაღმები, უკან მხარეს სუგუმები. ყველა სხვადასხვა ზომები გვაქვს, რა თქმა უნდა, თქვენ სიგრძეც გინდათ, მიიტოვეთ იღლიდან დაბლამდე გაიზომეთ სანტიმეტრით, დაითვალეთ თვლებით და მიხვდებით, რამხელა უნდა მოგხსოვოთ. შეხვდებით იღლებთან რომ მივალთ. ავაგრძელოთ ჩვენი ჟაკეტის მოგხსოვა. იღლებამდე მოგხსოვე მე. გავზომოთ რეზინიანად. სულ 110 რიგი მოგხსოვე მე. არის 42 სანტიმეტრი. 42 სანტიმეტრი მოგხსოვე. ეხლა იღლიები უნდა გამოვყოთ 5-5 თვალი აქეთ იქით. მეტი ჩაკლება იღლიებში არ არის საჭირო. და მაღლამდე უნდა მოგხსოვოთ დაახლოებით ჩემი მხრისამდე 33 სანტიმეტრია. თქვენი იღლიიდან, საიდანაც ამოჭრათ იღლია, მხრამდე მასქენით. გაიზომეთ თქვენი მხრები. 5 თვალი ჩავაკლოთ. 1 თვალი ჩავაკელით. გონი ჩაკლება თვალცით აგიხსნით. 1 თვალს მოგხსოვთ, მეორე წინა თვალს ზედ გადმოვატარებთ. ეს უკვე 2 თვალი. 1 თვალს მოგხსოვთ, წინა თვალს ზედ გადმოვატარებთ. ეს უკვე 3 თვალი. წინ თვალს მოგხსოვთ, 1 თვალს მოგხსოვთ, წინა თვალს ზეიდან გადმოვატარებთ. 4 თვალი და ბოლოს მე-5 თვალი. ჩავიდეთ ბოლომდე 5 თვალი დავტოვოთ და გავაგრძელოთ მერე. მოგხსოვეთ ბოლომდე ჩავედით, შემოვტრიალდეთ უკანა მხარეს. ეხლა აქეთ მხარეს ჩავაკლოთ 5 თვალი. 1 თვალი გადავიტანოთ. მეორე თვალი ჩავაკლოთ. 2 3 4 და მე-5 თვალით ჩავაკლოთ. სულ ესე უნდა გავაკეთოთ. მეტი ჩაკლება გვერდებში არ არის, იმიტომ მხრებზე უნდა იყოს გადმოწეული ჟაკეტი. მოგხსოვოთ ჩემი სანტიმეტრი 33 სანტიმეტრი და მხრებთან არ ჩაამთავრო, უკაცრავად შემეშალა. 33 კი არა, 25 სანტიმეტრი ჩემი გათვლით, იმიტომ რომ ყელიც უნდა ამოვჭერათ. უпростоად ყელამდე, კისრამდე მივიდეთ და გავაგრძელოთ მერე ახსნა. სალმებით მეგობრებო, მე ერთი ჟაკეტის ერთი მხარე გავაკეთე უკვე. ჩაკლებებს რომ ვაკეთებ, ძაბზე ავაგე, ჩაკლებებს არ ვაკეთებ, ძაბზე ავაგე, რომ ესე ცოცხლად ამოგხსოვო, მერე ზეიდან უფრო ლამაზი გამოდის კისრის ამოღება. ერთი მხარე გავაკეთე, ახლა მეორე მხარეს გასწავლით. ავიღოთ ჯერ ამას აგიხსნით, აქ მოგხსოვე სულ 60 იღლიდან 5 თვალი ჩავაკელით, განახეთ, სულ მოგხსოვეთ 70 რიგი. ჩავაკელით 32 თვალი, გვერდებზე დამჭა 40 თვალი. ეხლა ეს 40 თვალი, პირველი თვალი, ერთი მხარე გავაკეთეთ, უნდა ჩავაკლოთ, მაგრამ ჩაკლებას ვაკეთებთ აი ასე, ნევსზე გადაგვაქვს 1 თვალი, დანარჩენი მოგხსოვოთ. თუ მოგეწონებათ ჩემი ჟაკეტები, თოჯინები, რა ვიცი, ყველაფერი კაბები, თუ რამის მოგხსოვა გინდათ ახსნათ, დეტალურად შემიძლია ჩავწერო. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეოები ნახოთ. დაალაიქეთ. უკანა მხარე ჩვეულებრივად ნაკლებობის და მეტობის გარეშე მოგხსოვთ, ისევ წინა მხარეს მესამე რიგზე მოვედით. ეხლა 2 თვალი უნდა ჩავაგდოთ, ისეთ ნევსზე გადავიღოთ 2 თვალი. და ბოლომდე ჩვეულებრივად მოვხსოვოთ. უკანა მხარეს ჩვეულებრივად სულუკუღმები მეტობისა და ნაკლებობის გარეშე. მოგხსოვთ მე-4 რიგი. ასე ბოლომდე ჩავიდეთ, წინა მხარეზე შევხვდეთ. მე-5 რიგზე დავბრუნდით, ისევ 2 თვალი ჩავაგდოთ.
1 ნევსზე გადავიტანოთ ისე 2 თვალი ძალიან ესეთ რო არ ვამთავრებთ ესე ნევსზე რო გადაგვაქვს და მე ვაქვსობ ზეიდან ძალიან ლამაზად გამოდის ყელი მეხუთე რიგი ბოლომდე 2 თვალით ჩავაკელით გადავიტანეთ ნევსზე ისევ სულ წაღმები მოგხსოვოთ 1 2 ბოლომდე ასე მოგხსოვოთ უგუღმათ მატებისად ნაკლებობის გარეშე და წინა მხარეს მეშვიდე რიგზე შევხვდეთ. მეშვიდე რიგზე დავბრუნდით და ბოლო თვალი უნდა ჩავაკლოთ უკვე 1 თვალი, მე-6 თვალი. ესე ჩავაკლოთ მე-6 თვალი და მოგხსოვოთ ბოლომდე სულ წაღმა. სულ უნდა დაგვრჩეს 44 თვალი. მოგხსოვოთ სულ წაღმა და უკანა მხარეს დაგებრუნდებით. ჩვენ ახლა მაღლა უნდა გავაგრძელოთ მელნისფერი ავიღე მუქი მელნისფერი და ასეთი ჭვიალა ძაფი ვერცხლისფერი თავისი ფარფლებით თუ როგორ ეძახიან არ ვიცი სლიმები შეურიეთ და მასით უნდა მოგხსოვოთ მოგხსოვოთ სულ უკუღმა ბოლომდე 1 2 ბოლომდე მოგხსოვოთ და დაგებრუნდებით უკანა მხარეს სულ უკუღმათ მოგხსოვეთ, წინა მხარესაც სულ უკუღმები უნდა მოგხსოვოთ. ასე ბოლომდე უკუღმით გხსოვოთ. მელნისფერი ძაფით უკვე 2 რიგი მოგხსოვეთ, მესამე რიგზე ისე უკუღმები. მეოთხე რიგზეც ისე უკუღმები და მეხუთე თვალზე, მეხუთე რიგზე დაგებრუნდებით. მეგობრებო, ესე ჩავამთავრეთ 4 რიგი. ეს თვლები სულ ყველა დავამთავრეთ წინა მხრიდან უკუღმით. ეს თვლების ყველა ნევსზე უნდა ავიღოთ და მერე განახებთ და სვაიხლართ. მერე განახებთ როგორ უნდა მოგხსოვოთ, ზედ მხრები როგორ უნდა გავკეროთ და ასე შემდეგ. ესევე ჩვეულებრივად ძაბზე ნევსით გადმოვიღოთ. თუ ვინათ ყაის ნახეთ, თქვენ როგორც გაგიადვილდებათ და მორჩა ჩვენი უკანა მხარე. ეს მეგობარს უხსოვ ამ ჟაკეტს, თუ მოგეწონებათ ჟაკეტი და გინდათ რომ თქვენს მოგხსოვოთ, მომწერეთ დეტალურად შემიძლია ვიდეოს გადაღება და ახსნა მეგობრებო. ესეც ასე. კიდე კაი თუ ნევსით კარგავდით. აი, გადამერჩა. ჩათვარ კარგავდი თვალს. ესეც ასე. ეხლა განახებთ უკანა მხარეს. ეს ძაფი მოვაჭროთ. დიდად მოვაჭროთ. ესეთი გამოგვივიდა ორივე მხარეს, სულ ყველაფერი ძაბზე კონდეს აგებული, უფრო ლამაზი იქნება შეკერობით მხრებზე,
ყელის ამოქსოვა ლამაზად დგას ძალიან, ვიდრე დამთავრებული და ესე ორ-ორი თვალის ჩაკლევით. შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებთ წინა მხარეს ჯიბეების ქსოვას და ასე შემდეგ.